თბილისის საჯარო სერვისების გაეროს ფორუმს მასპინძლობს, სადაც მსოფლიო ლიდერების საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოქალაქეზე ორიენტირებული ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე მსჯელობენ. ფორუმის საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია, ინოვაციის ანგარიშვალდებულების ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მაღალი დონის ღონისძიების თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელსაც საქართველო წლებია ახორციელებს, ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისთვის. ფორუმი თემატური სესიების ფორმატში 3 დღის განმავლობაში იმუშავებს. ფორუმის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში უცხოური დელეგაციების ხელმძღვანელებთან. გაიხსნება იუსტიციის მინისტრის და გაეროს გენერალური მდივნის სიტყვებით და მთავარი მომხსენებელი იქნება პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. შემდეგ სამდღიანი ღონისძიება გაგრძელდება ძალიან ინტენსიურ რეჟიმში, როგორც პლენარული სესიების სახით, ასევე სამუშაო ჯგუფებში. მონაწილეობას აქტიურად მიიღებენ როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირები, პოლიტიკოსები, მაღალი თანამდებობის მქონე პირები, ასევე დარგის ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ჩვენ გვექნება სრული შესაძლებლობა იმის, რომ საუკეთესო პრაქტიკა სახელმწიფოებმა ერთმანეთს გაუზიარონ. 100-ზე მეტი სახელმწიფო არის დღეს თბილისში ჩამოსული. სკოლა ანაბასისში არის გამოსაშვების აღამო მეოთხე B კლასის. კლასი, რომელიც არის წარმატებული, ბევრი კარგი ბავშვი არის ამ კლასში და დღეს ამ ბავშვებმა ნამდვილად თქვეს თავიანთი სათქმელი, ღიმილით, სიყვარულით, სიმღერით, ცეკვით ასიამონის დამსწრე საზოგადოებას. მე ვულოცავ ჩემს მეოთხე კლასელებს 4 კლასის დასრულებას, ვუსურვებ მათ უღრუბლოცას, ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას და უამრავ წარმატებას ახალ ცხოვრების ახალ ეტაპზე. ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მობრძანებისთვის, სტუმრებს, მშობლებს, ჩვენს პედაგოგებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ამ ბავშვების აღზრდასა და განვითარებაში. მანდელი ღონისძიების სლოგანი იყო შვიდობით არა ნახვამდის. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ერთად ყოფნას, მე-5 კლასში კვლავ რჩებით ერთად და კიდევ ბევრ საინტერესო დღეს ვაჩუქებთ ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მშობლებს და ყველა ადამიანს, ვინც ჩვენს გადახურულში სკოლა ანაბასისში ჩვენს გვერდით იქნება. იშვიათად ვახერხებ ჩამოსვლას დროის უქონლობის გამო, მაგრამ არასდროს ვკარგავ კონტაქტს ჩემს მეორე ოჯახთან. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი მეორე ოჯახია ანაბასისი. მინდა ბავშვებს წარმატება ვუსურვო, ბედნიერება და წარმატებები ჩემს საყვარელ ანაბასის. ეს დღე არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს დავასრულებ მე-4 კლასი. დავდივართ ახალ საფეხურზე, უსურვებ ჩემს მასწავლებელს წარმატებებს და ჩემს ამხანაგებს და თანაკლასელებს. ამ დღეს მე ძალიან დიდ ხანს ველოდი. ეს დღე ჩემთვის ძალიან ბედნიერია და ბედნიერიც ვარ. მადლობას ვუხდი ჩემ თანაკლასელებს და მასწავლებლებს. წარმატებას ვუსურვებ მათ. ძალიან ნერვიულობდით, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ჯერ კიდევ ამჯერა რომ უკვე ასე გამოსაშვები დასრულდა და ასე მგონია რომ კიდევ გუშინ შემოვედით სკოლაში. უსასრულოდ ყოფილი და ბედნიერი ვარ, არასდროს დამავიწყდება ეს 4 წელი. პირველი კლასიდან მე-4 კლასამდე ძვირფასი მოგონებები, ასე ლამაზად წარმოგვიდგინეს. მათი თითეული სიტყვა, თითეული გამოსვლა იყო დიდი პასუხისმგებლობით მომზადებული, ემოციური და სამახსოვრო. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ დამრიგებელს, ქალბატონ მარიამ ჭულუხაძეს, ყველა მასწავლებელს, ვინც ამ კლასში შედიოდა, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვიხილეთ არა მე-4 კლასელები ასაკით, არამედ გაცილებით უფრო დიდები, რომლებსაც აქვთ საჭირო ცოდნა, უნარები აუდიტორიასთან მიიტანონ თავიანთი საუკეთესო გამოცდილება, რაც მათ დააგროვეს ამ 4 წლის მანძილზე. დიდი მადლობა მშობლებს თანამშრომლობისათვის. დღევანდელ ღონისძიებაში მშობლებიც იყვნენ ჩართული და ვფიქრობ, რომ ჩვენი სკოლა არა მარტო ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, რომ თავიანთი უნარები წარმოეჩინონ, არამედ მშობლებსაც, იმიტომ რომ სკოლასთან მათი თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა და შესაბამისად შედეგებიც ამიტომ გვაქვს საუკეთესო. ყოველ დილით მოვდივარ აქ და ვტკბები ამ ულამაზესი ხედებით. შეხედეთ რა სილამაზეა.
მეტი რა უნდა ინატროს ცოცხალმა ადამიანმა. სოფელში ცხოვრება რთულია, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მიყვარს სოფელი, მისი ყველაფერი ბუნება, საქმე, ეს ყველაფერს მაკეთებინებს სიყვარული. ჩვენთან ბევრია ემიგრაციაში წასული ქალი, მოუწია არ იყო მეტი შესაძლებლობა და წავიდნენ, ოჯახებს არჩენენ. რა კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან, აი მეზობელიც უკვე ნაკლები ყავს კუთხეში, ვერც გავდივართ. აღარ არის ესეთი ჟრიამული ადრე რომ იყო. დაფხულობით ბავშვები რო ჩამოდიან ხოლმე, ვიხარია, რა ვიცი, ისე ვართ. ზამთარში და შემოდგომის პირში უკვე მიყუჩდება სოფელიც, მოიწყენს, მაგრამ მე ვცდილობ რაღაცნაირად თუ გინდა ჩემი პატარა ვიდეოებით, პატარა მონოლოგებით ვანახებ სოფელი თუ რა კარგია. ლამაზია და კომენტარებში რაც წერე, რაც მიხარია ძალიან, რომ აქ სურვილი აქვს სოფელში დაბრუნდნენ და იცხოვრონ. ზოგს არ აქვს სოფელი, უნდა ძალიან რო გქონდეთ. ბევრმა მომწერა, რომ აი თქვენთან ახლოს ხომ არ იყიდება სახლი, რომ გადმოვიდე და ვიცხოვრეთ, უნდა შენს მეზობლად, რაც ახარებს ძალიან. საზანო დიდი სოფელია მართლაც. სოფელი დიდია, მაგრამ ბევრი მიტოვებული სახლი არის. გაყიდვით არ ყიდია. დაკეტილებია, ზოგი ნასახლარები გახდა უკვე და რომ ხედავ ძალიან გული მწყდება ამ ყველაფერზე. ახალგაზრდობას ნაკლებად უნდა სოფელი. ეს შრომა, სოფლის საქმეები უკვე ეხამუშებათ, არც მოწონთ. ჩემი ყოველი დღე ასეთია, ავდგები ფეხს გაუყრე შავკალოში, პირს ვიბან, საქონელი, შემდეგ გარეთ საქმე, ძირითადად სოფელში ჯერ გარეთ საქმეს ვილევ და შემდეგ შემოვდივარ სახლში და ვხედავთ სახლის საქმეებს. მithumetes პატარა ბავშვები თუ ყავს, მათ საჭმელი, რა ვიცი. საქმე ბევრია. თავარია იყოს ჯანმრთელობა. სოფელში ცხოვრება მიუხედავად იმისა, რომ ძიმი არის, სახალისოც არის ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ ვიწყებ ჯანმრთელობა ხელს, სოფლის სიყვარული, ამ საქმეების სიყვარული და რა ვიცი. ეს მაძლებინებს. ბევრი ჩალა მიკონია, მარტოც დამიჩერგილებია. თივის პრესებიც მარტო, ტრაქტორის და პრავა მაქვს ტრაქტორის და კაჭკის, მეტის არაფრის. რა ვიცი, მიყვარს ეს ტექნიკა. ჩემი ქმარი პირდება, პრავის სასაღებად გატარება. ისი თქვა კიდე ადამიანებისთვის. დღეს რა აკლია ჩვენ საზოგადოებას? ერთმანეთის სიყვარული ვიტყოდი. ვაკლია ერთმანეთის სიყვარული, აღარ არის მისვლა, მოსვლა, ნათესავების, რა ვიცი. გვერიდება, რომ შეწუხდება და ვერ მივართ. ნამდვილად არ შევწუხდები, ყველა სტუმარის, თუ გინდათ უცხო იყოს, თუ გინდა შინაური, მიხარია ძალიან. ხაჭაპურების ხობა არ მეზარება. ეგ რაც გამომდის, ეგ არის. და იმასაც ვიტყვი, რომ სახლის საქმეებზე მეტად მიყვარს გარეთ საქმეების კეთება. გინდათ აი საქონელი ბოსოში რო შევდივარ, ფსიქოლოგურად ვისვენებ. ასე რომ რაღაცების კეთება გამომდის, პატარა მაკეტების კეთება, მაგალითად სკოლაში გავაკეთე ნოდარ-დუმბაძის პატარა ქოხი და მებებია და ილიკო და ილარიონის ილუსტრაციები გავაკეთე პატარა და პროექტი ჰქონდათ ხო და კი მოეწონათ და კი გაიმარჯვეს. შარშან გავაკეთე ბეტონისგან გამოდირმე ფიგურები, ზოგი გამომივიდა, ზოგი არა. პატარა სახლის მაკეტიც მაგაკეთებული. მიყვარს ასეთ რაღაცები, დრო არ მაქვს სამწუხაროდ. თორემ კიდევ ბევრი რაღაცის გაკეთება შემიძლია. ო, დიპლომი არ მაქვს. 12 კლასი დავამთავრე. შემდეგ მათემატიკაში ჩავიჭერე უნივერსიტეტზე. ფარმაცევტიურზე სწავლობდი, რა დროსაც მომაკითხა ვაჟ ბატონმა. და მოხდა მერე ჩვენი შეუღლება. ყავს ორი ვაჟი და რა ვიცი, მინდა რომ გაიზარდნენ ქართველი მამულიშვილები, უყვარდეთ სოფელი. სოფელს დღეს ბევრი რამე სჭირდება, ბევრია გასაკეთებელი, მაგალითად ჩემთან გზა არ არის. არ გვაქვს ბაღი, კერძო სახლში არიან ახლა ბავშვები და ისეთი კომფორტი არ აქვთ, როგორიც უნდა გქონდეთ. არ არის ამბულატორია სამწუხაროდ, ჩვენ მოხუცებს და პენსიონერ მოხუცებს უწევთ ქალაქში წასვლა. რა ვიცი, პრობლემები ბევრია, იოლი ნამდვილად არ არის. მე ისე ვსაუბრობ, იოლად ვიღებ ხალხს გონია, რომ იოლია სოფელში ცხოვრება, მაგრამ ძალიან ძნელია. ხანდახან მეც ისე
მიჭირს ხოლმე ხელსაც კი მიქნება არ მინდა არ ძროხები არაფერი, მაგრამ შემდეგ ისევ ჩემთან შემოუძახე. მიყვარს სოფელი. ქალაქში ნამდვილად ვერ წავალ და ვერ გავჩერდები დღის გადმოსახედით. რა ვიცი. თუ სოფელს მიექცევა დიდი ყურადღება, გამიხარდება, თუ წასულებიც ბევრი დაბრუნდებიან, ჩემზე ბედნიერი ალბათ ადამიანი არ იქნება. წასულები ვინც არიან და ჩამოდიან, ესე მიხარია, რომ რა ვიცი. ადამიანის დანახვა გვიხარია, ასე რომ ვთქვათ, ახალგაზრდებს.